მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ საავტორო პროგრამას მეცნიერება და განათლება. მე გახლავარ ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ჯერ არსებული სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის კათედრის გამგე 1990 წლიდან. თემურ ჩილაჩა. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ზოგადად მეცნიერებისა და განათლების რეფორმის შესახებ და ასევე თბილისის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსპექტივის თვალსაზრისით თუ ეს რეფორმა ადმინისტრაციული წესით, ესე იგი, მაინც განახორციელებს. ჩვენი სტუმარი არის ქალბატონი ცირა ბარამიძე, რომელიც არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ის მაღალი დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. დიდი მადლობა ქალბატონ ცირა მოგზაურობისათვის. აქ მე ახლა ქალბატონ ცირას აქვს ბრწყინვალესი ბიოგრაფია, უბრალოდ რამოდენიმეს ვიტყვი, რომ 2007 წლიდან, ესე იგი, არის ქალბატონი ცირა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, ასევე 2007 წელს ქალბატონი ცირას თაოსნობით ჩატარდა კავკასიოლოგთა პირველი საერთაშორისო კონგრესი კავკასიური ცივილიზაცია მახლობელი აღმოსავლეთ ლინგო-კულტურულ კონტექსტში და 2010 წელს მეორე კავკასიური ცივილიზაცია, ისტორია და თანამედროვეობა, ასევე 2009 წლიდან მისი თაოსნობით გამოიცემა სამენოვანი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი კავკასიოლოგიური ძიებანი, არის 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ახლა ქალბატონ ცირა, თქვენ იცით, რომ გასული წლის 16 ოქტომბერს დაანონსდა ბატონი პროფესორ ირაკლი კობახიძეს მიერ ესე იგი მეცნიერებისა და განათლების რეფორმა, სადაც გამოტანილი იყო 7 პუნქტი, რომელსაც ისინი მომავალში შეუპოვრათ, განუხრელად, როგორც თავის დროზე ის იყო, ამას მიუძღებიან. და ერთ-ერთი პუნქტი, რომელსაც ისინი სამწუხაროდ დღემდე, ესე იგი, ბოლომდე მისდევენ, ერთ ქალაქში პრინციპი, ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი, მაგრამ გულისხმობენ სპეციალობას. მეტიც ერთ-ერთი ამ პროექტის ავტორი საუბრობს, რომ მიღება გვექნებაო მომავალ წელს დისციპლინაზეო. ახლა სტაჟი მაქვს უნივერსიტეტებში 42 წლის და მიღება დისციპლინაზე არ ხდება, ხდება მიღება სპეციალობაზე და მოცემულ ფაკულტეტზე და უნივერსიტეტში. ეს ისე. და იქ ითქვა, რომ ჩვენ ამას განუხრელად, ესე იგი, გავატარებთ. მაგრამ პატარა ელემენტარული ანალიზი გვიჩვენებს მათ მიერ გამოცხადებულ გონი 12 თებერვალს, რომ გამოაცხადეს მომდევნო, ანუ ამ წლის მიღება საბაკალავრო და სამაგისტროზე უცბად რატომღაც პროგრამებზე, იქ არის რამოდენიმე დარღვევა ამ პრინციპის. მაგალითად, თბილისში, დარღვევა მხოლოდ თბილისშია. მაგალითად, თბილისში ორ სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერთ ქალაქში მიღება არის თქვენთან TSU-ში კომპიუტერულ მეცნიერებაზე 200 ადგილი და ინფორმატიკაზე, ეს ფაქტობრივად შინაარსობრივად ერთი სპეციალობა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 290 ადგილი და პირდაპირ რომ ემთხვევა მიღებების სპეციალობები, ეს არის ორ ამ გეგმის თანახმად ალბათ ყველაზე დაჩეხილი უნივერსიტეტი არის ილიას უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ ორ ყველაზე, ვთქვათ, თუ განხორციელდა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში რომ აღმოჩნდება უნივერსიტეტები, 5 პროგრამა ემთხვევა პირდაპირ ერთმანეთს. კერძოდ, ილიას უნივერსიტეტში არის მიღება, ყოველ შემთხვევაში განაცხადი მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ქართული ფილოლოგიის, ისტორიის, ესე იგი, საბაკალავრო პროგრამაზე მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით. ხოლო სოხუმის უნივერსიტეტი ამ 5
სახელწოდება რომ ემთხვევა, ემატება კიდევ კომპიუტერული მეცნიერება, ქიმია და ასე შემდეგ. ანუ პირდაპირ 5 პროგრამა ერთდაიგივია, რაც დარღვევა. კი ბატონო, მე გულში მატკივრობ, ცხადია ილიას უნივერსიტეტს, ისევე როგორც ცხადია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბათუმის უნივერსიტეტს, ტექნიკურ უნივერსიტეტს და სოხუმის უნივერსიტეტი ჩემი სული და გულია, შესაბამისად დარღვევა. მე მიმართავ იურისტებს, რომ ისინი არიან კანონის, ესე იგი, ნოვარი. ანუ შვიდ კონცეპტიანი კონცეპტიდან ერთი არის აბსურდი და დანარჩენი 6-იც არის აბსურდი. აი ახლა ქალბატონ ცირა თქვენთან მინდა პირველი იმით გადავიდე. ქალბატონ ცირა, თქვენი საზრით რით არის განპირობებული რეფორმის ავტორების, ფაქტურად რეფორმის ავტორები იქ არ არის დასახელებული, ვინც არის პროფესიონალი, უბრალოდ რეფორმის ავტორები, ჩვენ ვართო და იგულისხმება ალბათ ამბობის ხალხი. პრინციპი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი და ასე შეუპოვრად და უაპელიაციო დაცვა და განხორციელების ცდელობა აი ამ პრინციპის. თქვენი აზრით რით არის ეს გამოწვეული ამ პრინციპს? უპირველესად უნდა დავსვათ კითხვა, ეს არის რეფორმა ზოგადად. რეფორმა ეს და როგორ ტარდება რეფორმა ზოგადად დემოკრატიულ ქვეყანაში, ანუ თუ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და ფაქტია აღარ ვაშენებთ, მაშინ რეფორმის ინდიკატორები არსებობს და არც ერთ ინდიკატორს განათლების არც ერთ საფეხურზე, არც სკოლამდელს, არც ზოგადი განათლების, არც უმაღლესი განათლების საფეხურზე, არც ერთ ინდიკატორს დაანონსებული და უკვე მოქმედებაში ძალადობრივად მოყვანილი რეფორმა არ აკმაყოფილებს და მათ შორის ერთ-ერთი ამ კონცეპტიდან რომ შევეხოთ ჩვენ თვითონ მექანიზმს, რა გზითაც მათ ეს დაიწყეს, ვინ არიან ეს რეფორმატორები, რას გულისხმობს რეფორმის განხორციელება, ასეთ მასშტაბურ რეფორმებს ნორმალურ სახელმწიფოში ამზადებენ წლების მანძილზე, ბენეფიციარებთან ჩართვით და რეფორმატორები არიან მაღალი კვალიფიციური დარგის წარმომადგენლები, უშუალოდ ამ სფეროდან ჩართული და ის პერსონები არც ერთი შეიძლება ითქვას არ არის კვალიფიციური პერსონა განათლების და მეცნიერების სისტემასთან აფილირებული. გამომდინარე აქედან ეს კონცეფციაც, რომელიც სამგვერდნახევარია, 4 გვერდიც არ არის, ასე უცბად შექმნილი კონცეფცია და რა თქმა უნდა ის ხარვეზებით კი არა, ლოგიკური შეცდომებით არის სავსე, მაგრამ ამ კონცეფციაში გაპარულია მათი მთავარი მიზანი, რა სურთ მათ, როგორი ამოცანის გადაჭრა სურთ. ჩვენი ამოცანა განსაზღვროთ, თუ ეს რეფორმა არ არის, მაშ რა არის? ხო? რეფორმის რეფორმის განხორციელებისათვის საჭიროა 4 კომპონენტის დაკმაყოფილება. ეს არის მიზანი, რომელიც თულადია და ინდიკატორებს შეიცავს, ეს არის საშუალება, რომელიც ასევე შემოწმებას ექვემდებარება და გახსნილობას უნდა ექვემდებარებოდეს. ეს არის მმართველობის ტიპი, როცა ბენეფიციარები უნდა იყვნენ ჩართული და როგორც თქვი უკვე არ არის და მეოთხე რამდენად ეხმაურება და იცავს ეს რეფორმა, დაანონსებული რეფორმა აკადემიური სივრცის მთავარ პრიორიტეტს, ეს არის ავტონომიურობა და აკადემიური თავისუფლება. მე თამამად შემიძლია გამოცხადო, რომ ამ 4 კომპონენტიდან არც ეს კონცეფცია, რომლის კრიტიკითაც თქვენ დაიწყეთ თქვენი გამოსვლა და არც ამ კონცეფციის შემდგომ ქმედებები და დეკლარირებული დოკუმენტები, რომლებიც მოყვა რეფორმის მოქმედებაში მოყვანას, არ აკმაყოფილებს. უფრო მეტიც, რეფორმის განხორციელების მექანიზმი უნდა იცავდეს სწორედ იმ მეოთხე მექანიზმს, შესაბამისად ეს დოკუმენტი კონცეფციას გულისხმობ და შემდგომი დოკუმენტებიც არის ანტიკონსტიტუციური და პროფესორ კობახიძეს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ კონსტიტუცია დაგვიწერა ერთი მუხლი კონსტიტუცია 16 წლის იყო თვითონ როცა დაიწერა და ვერ დაწერა და ერთი მუხლი ჩაწერა და იმასაც არ ღვევს და თლიანად 27 მუხლს ეწინააღმდეგება ზოგადი განათლების რამდენიმე მუხლს და ეწინააღმდეგება ხელმისაწვდომობას და თანასწორუფლებიანობას, ეწინააღმდეგება როგორც უკვე აღნიშნე მთავარ აკადემიურ თვისებას, ეს არის ავტონომია და აკადემიური თავისუფლება, არაფერი არ არის დაცული, გამომდინარე აქედან
ეს დოკუმენტები ანტიკონსტიტუციურია და ესეთ მოკლედ კანონის ფარგლებიდან არის გასული, მაგრამ მათი ტონი იყო ასეთი: ჩვენ გადავწყვიტეთ. რექტორებმა და აკადემიურმა სივრცეებმა ეს გაიგეს აი ამ განაცხადით, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს რეფორმა დაგვეცა თავზე. ჩემი აზრით ეს არ არის რეფორმა, ეს გახლავთ კონტროლზე ორიენტირებული ინტერვენცია განათლებისა და მეცნიერების სისტემაში. სამწუხაროდ თქვენ შენიშნეთ, რომ მეცნიერებას თითქოს განში ტოვებენ და ჩვენ მას თავისი ადგილი უნდა დაუთმოთ, იმიტომ რომ არ არსებობს მეცნიერება განათლების გარეშე და პირიქით განათლება მეცნიერების გარეშე ვერ იქნება. ამიტომ ეს კონცეპტები, 7 კონცეპტი, მათ შორის ერთი, რომელიც თქვენ ასე გამოყავით, ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი, როგორც დავინახეთ, კოჭლი აღმოჩნდა, ისევე როგორც ყველა არგუმენტი, რომ მაგალითად გერმანიაში ერთ ქალაქში ერთი უნივერსიტეტია, აბსურდია, ახლა გახსნილი სივრცეა და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რამდენ ქალაქში, ჯერჯერობით ინტერნეტი არის და გამომდინარე აქედან ყოველგვარ არგუმენტს მოკლებული ფაქტი გახლავთ. ეს მიდგომა სოფლიოში რამდენი სახის რეფორმა არ განხორციელებულა სხვადასხვა ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების სისტემაში, აი მსგავსი ძალადობრივი მექანიზმით ჩატარებული რეფორმა უბრალოდ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ არსებობს. სერბეთში თითქოს გააკეთეს ზუსტად ახლა დაძალები და უკუ შედეგი მიიღო სერბეთში. შედეგი დიახ და ასეც იქნება აქაც. ჩვენ ვხედავთ ამ ძალადობრივ მექანიზმს, მაგრამ მას ხვდება შესაბამისი სივრცე, ძალადობის მიმღების სივრცე, პირდაპირ უნდა თქვათ, უნივერსიტეტების სახით. აქცენტი გაკეთებულია სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. არ არის ეს შემთხვევითი. 19 სახელმწიფო უნივერსიტეტია, 45 არასახელმწიფო უნივერსიტეტია. კონცეფციაში გაპარულია ერთი ფრაზა, რომელიც ამბობს, რომ ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სასწავლებლებმა და სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა შეასრულონ სახელმწიფოს დაკვეთა და ჩვენ მივიღეთ ამ კონცეფციის სახით, რა არის სახელმწიფოს დაკვეთა. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ავტოკრატიულ მოდელში ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების უაყოფის ხარჯზე საკუთარი მიზნების განხორციელება, ხოლო მიზანი გახლავთ, ჩემი აზრით და მე ეს საკითხი საკმაოდ სიღრმისეულად შევისწავლე მოცემულობებით, ეს არის კონტროლზე ორიენტირებული ინტერვენცია, უფრო მეტი კონტროლისათვის და ასევე აქტივების ხელში ჩასაგდებად, რატომღაც ამაზე თავიდან ყველა აპელირებდა, მე ასევე თითქოს ეს მეორე ხარისხოვანი გახდა, იმიტომ რომ თავზე დაგვეცა კვოტები და შემდგომი დოკუმენტები და ამან გადაჭრილა, მოკლედ დამკვრელური ტემპით ვიღებთ შოკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არც ერთი კრიტიკას არ ექვემდებარება, ისევე როგორც კონცეფციის არც ერთი პუნქტი კრიტიკას არ ექვემდებარება და ის დოკუმენტების, რომლებიც მას მოსდევს, ეს არის სამწუხაროდ იერარქიული დონე ამ კონცეფციაში დარღვეულია. საერთოდ არ არის განხილული სკოლამდელი აღზრდის მექანიზმი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ სკოლამდელი, ბაღის აღსაზრდელებს გულისხმობ, ჩვენ ვიცით, რომ ეს სივრცე გამოყენებული არის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი იქ არ არსებობს და ფაქტობრივად არის როგორც რესურსი, ელექტორალური რესურსი გამოყენებული, თუ არ ვიტყვით იმას, რომ რომელიღაცა დიდი სახელმწიფო ჩინოვნიკი ბაღის ფულს ჭამს და ამას თავი დავანებთ. საერთოდ კატასტროფა. რატომღაც საერთოდ იგნორირებულია სკოლამდელი აღზრდის. რაც შეეხება სკოლას, ახლა მეორე ეტაპი, რომელიც გაცილებით სახიფათოა, მაგრამ ამ კონცეფციაში სკოლაზე გაკვირითაც კი არ არის არაფერი ნათქვამი. მე შემდგომდებულებებში მოდის ეს 11 წლიანი და ასე შემდგომ. აი რა წერია სკოლის შესახებ კონცეფციაში იმ სამგვერდნახევრიანში? არაფერიც არ წერია, მაგრამ ეს არის უფრო სიმპტომატური, სამიზნე არის არა სკოლები მხოლოდ, იმიტომ რომ ის უკვე პოლიტიკური ნეიტრალიტეტის თვალსაზრისით თითქოს მუჭშია მოქცეული და ყველაფერი კონტროლდება, სამიზნე არის უმაღლესი განათლების სივრცე. მაგრამ უნდა შევეხოთ სკოლას აუცილებლად, როგორც გარდამტეხ ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, რა თქმა უნდა, ქონების თვალსაზრისით, აქტივების თვალსაზრისით სკოლები ვერ იქნება იმდენად საინტერესო, როგორც უმაღლესი განათლების აქტივები.
ნუ თუ იმასაც ვიტყვით რომ აი ამ რაიონში მაგალითად ნაზალადებში რამდენიმე სკოლა ჯერ კიდევ აუშენებელია დუისში დაანგრიეს სკოლა და რამდენი წელია 5 თუ 6 წელია ვერ აშენდა არა და 32 მილიონი იყო გამოყოფილი მაშინ როცა ომალოში იქვე 80 მილიონიანი ხიდი აშენდა რომელიც არსად არ მიდის და სულ რამდენიმე კილომეტრში იქიდან სამხედრო ბაზებია ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის მოკლედ იმის ხმა მსურს რომ სკოლის ზოგადი განათლების თვალსაზრისით გაცილებით დიდი პრობლემებია მაგრამ ეს სამწუხაროდ დღეს მიჩქმალულია არა და თავი აქედან არის სკოლის სასკოლო სივრცეში ჩვენი ქვეყნის მოდელი არის ჰიბრიდული მოდელი მართვის თვალსაზრისით ის არც ევროპულია და არც პოსტსაბჭოური რაღაც გარდამავალ ეტაპზეა მე ავიღე სამი ტიპის მოდელი და შეუდარა ევროპული პოსტსაბჭოთა ქვეყნების რუსეთი და აზერბაიჯანი ავიღე ამქიდან და რამდენიმე ევროპული ქვეყნის და ჩვენი სამი სივრცე დავალაგე და ამ თვალსაზრისით სკოლა არის სრულიად კონტროლირებადი ამისი სიმპტომები არაერთი იყო მაგალითად 1000 სკოლაში რომ დირექტორი ვერ აირჩიეს ეს ფაქტი რამდენჯერ იყო ხაზი მოკლედ რომ თქვა პოლიტიზირების ხაზი საშუალო განათლების სისტემაში ამგვარია იერარქიულად ვერტიკალურად ამგვარია პარტია მერე სამინისტრო მერე რესურს ცენტრი რომელიც რეგიონალური და ადგილობრივი მართვის ცენტრია მერე სკოლის დირექტორი რომელიც საგვანძო ფიგურაა და მერე მასწავლებელი და სამეურვეო საბჭო და მერე მასწავლებელი აი ასე ზემოდან ეშვება მაშინ როცა და ბიუჯეტს განკარგავს ბიუჯეტს ავსებს სამინისტრო და არა მუნიციპალიტეტი როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებშია ანუ ერთგვარი ჩანასახი სამეურვეო საბჭოს თვალსაზრისით არსებობს როგორც დემოკრატიული ჩანასახი მაგრამ ამ დემოკრატიული ჩანასახის მოგუდვას ძალიან კარგად ახერხებს თანამედროვე ქართული სახელმწიფო იმ საბჭოში სამინისტროდან გზავნილია დირექტორს თუ ვერ აირჩევს სამეურვეო საბჭო დანიშნავს მინისტრი და უნდა ვთქვათ 900 სკოლაში თითო კანდიდატი იყო დირექტორის ადგილას ეს უკვე პირდაპირ მიუთითებს პოლიტიკურ ინტერესებზე და პოლიტიკური ნეიტრალიტეტისგან დაცლილ სკოლაზე მასწავლებელი ფაქტობრივად როგორც გამოყენებულია სკოლა როგორც პოლიტიკური ველი არჩევნების თვალსაზრისით იმიტომ რომ სკოლა კარგი ბაზის მქონია ის სკოლის მასწავლებლები და სამეურვეო საბჭო მთლიანად ყველა რეგიონს იცნობს კავშირი არსებობს მოკლედ იმის ხმამსურს რომ სკოლა ერთგვარად არის ჯიბეში ჩადებული პოლიტიზირების თვალსაზრისით და მორჩილების თვალსაზრისით და ეს ვერტიკალი რომ დაირღვეს თუ კი მართლა რეფორმა უნდა და სახელმწიფოს ჩაეტარებინა მას ეს საბაზისო კვლევები უნდა გაეკეთებინა რა სჭირს სკოლას უბრალოდ რაც დამართა თვითონ სკოლას რაც არც წინა ხელისუფლების დროს ყოფილა თავისუფალი მაგრამ ახლა სიმართლე უნდა თქვა მაგრამ ახლა აბსოლუტურად სადავე ხელში არის აღებული და ეს არის პოლიტიკური თვალსაზრისით პარტია მართავს სკოლას მოდი ასე ვთქვათ ეს არ არის ნორმალური იმიტომ რომ მასწავლებლის აკადემიური თავისუფლება სკოლის ავტონომია აკადემიური პროფესიონალიზმის თვალსაზრისით თავისუფალი არ არის ამის შემდგომ სკოლასთვის დაანონსდა გაიხსენეთ 11 წლიანი სწავლება რაც რა თქმა უნდა დისბალანსში მოდის დასავლურ ევროპულ ბოლონიის პროცესთან და საუბარი მის შესახებ რომ მე ჩიხში როცა მოექცნენ მიხვდნენ რომ მართლა აი უკვე ხელმისაწვდომობის და თანასწორობის თვალსაზრისით ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა რომ აი ზოგიერთს ექნება შესაძლებლობა 12 კლასი დაამთავროს მე მინდა მოსახლეობას მიმართო და თხოვო გააცნობიერონ რომ ნუ იქნებიან ილუზიაში ეს არის ძალიან დიდი საფრთხე დღეს სოციალური ფონი ისეთია საქართველოში რომ მე ეჭვმე პარება რომ ოჯახების 1-2%-იც ვერ შეძლებს რომ თავის მაშულმა სწავლა და შეიძლება 12 კლასი იყოს თქვა ვარკეთილში და გდანელმა იაროს 12 კლასში ვარკეთილში ამ რეგიონში როგორ იქნება სკოლები დაცლილია და მოსახლეობა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა და შეიძლება ძალიან ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდა დარჩეს განათლების გარეშე მაშასადამე ეს რეფორმა 11 წლიანი განათლების მოდელით ზღუდავს ხელმისაწვდომობასა და თანასწორობებს. იმ 11 კლასში გალბატონცირა, ეგრეთ წოდებული რეპეტიტორიუმი, ანუ ფაქტურად 10 კლასზეა დაყვანილი და მე 11 კლასში
ის თუ აბარებს ვთქვათ ისტორიას და ვთქვათ უცხო ენას შეუძლია ესე იგი სხვა საგნები ბაკურად არის ისწავლოს. ეს ხო 10 კლასზე გადავიდა. 10 კლასზე და მაშინ მე მინდა ის ხელისუფლებას კითხვა დაუსვა. ძალიან დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი დაიხარჯა მოდელირების შეცვლის დროს სულ ახლახან სულ რაღაც 2-3 წელი არ არის როცა ზოგადი განათლების მოდელი საბაზისო და საშუალო დონიდან 9+3 რო იყო 9 კლასი და მე 3 კლასი 12-ისთვის ანუ ამ მოდელიდან რომ გადაგვეყვანა 10+2-ზე გაიხსენეთ პედაგოგებო რა წვალება გავიარეთ ამისთვის რამდენი რესურსი დავხარჯეთ ფულადიც მათ შორის ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა და მაშინ სკოლის რეფორმის აი ამ მოდელში დასაქმებული სამინისტროს წარმომადგენლები სპეციალისტები ერთგვარად ამაყობდნენ აი რა კარგი რეფორმა ჩავატარეთ და მე ახლა მაინტერესებს სამინისტროს წარმომადგენლები რომლებიც ზუსტად აცნობიერებთ რა საფრთხეებს შეიცავს 11 წლიანი განათლების მოდელი და დასაშვები 12 წლიანი განათლები და როგორც თქვენ თქვით სწორად მე 11 კლასში მხოლოდ ერთი რეპეტიტორების ანუ განმეორების თვალსაზრისით სხვა საგნები იგნორირებული რამდენად არის ეს ორიენტირებული ჩვენს მიზნებს ესოგადად თქვენ ამას კარგად აცნობიერებთ და მე ძალიან მიგვირს რომ თქვენ ამ შემთხვევაში მე თქვენი ხმა არ გამიგია როცა აქებდით თქვენს იმ გადაწყვეტილებებს და მოქმედებაში მოყვანილ ცვლილებებს დღეს როცა ასეთი ზიანის მომტანი გადაწყვეტილება მიღებული თქვენი რეაქცია ამაზე სამწუხაროდ არ არის სკოლაში მე-6 კლასამდე ფორმა სკოლაში ერთი სახე მოკლედ ყველაფერი ბატონო თიმროზ დაყვანილია რაღაც პარანოია ჩემი აზრით ერთი სახელმწიფო, ერთი სკოლა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ერთი მართველი, ერთი სახელმძღვანელო. ამ სახელმძღვანელოს ვინ დაწერს? სად არის ის აკადემიური თავისუფლება, პლურალიზმი, განსაკუთრებით დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება ისეთი დარგები, როგორც არის ისტორია და ისტორიის გადაწერა შეიძლება მოხდეს და აქვე წერია რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ სახელმძღვანელოს შექმნას. უკაცრავად ეს არ არის წინააღმდეგობაში აკადემიურ თავისუფლებასთან, მასწავლებლის აკადემიზმის შეზღუდვასთან და ასე შემდგომ. რა მექანიზმი არსებობს იმისათვის რომ დაიცვას სახელმძღვანელოს პრინციპი და არ გახდეს ის ინდოქტრინიზაციის შესაძლებლობა და უпростоრად რბილი ძალის ინსტრუმენტი არ გახდეს. მით უმეტეს ჩვენ ასეთი პრეცედენტი გვაქვს დასულ წელს 24 წლის დეკემბერში სახელმწიფო მიიღო გადაწყვეტილება მისაღები გამოცდებიდან ამოეღო ისეთი საკითხები ისტორიის მიმართულებიდან რომელიც შეთქმულებებსა და აჯანყებებს ასახავდა და ასევე ეროვნული მოტივის შემცველი ეროვნული ბრძოლის იდეის გამტარებელი ილია ჭავჭავაძის ვაჟებშვილის მნიშვნელოვანი აჩვენებს რო ამოიღებდა ბედნიერერს და აღარ გავაგრძელებ და ასევე შეთქმულებებსა და აჯანყებებს ეს პირდაპირ მიანიშნებს ჩემი აზრით რაკურსით შემოbrunებას იმ იდეოლოგიური ცვლის თვალსაზრისით და მით უმეტეს თქვენსავე დაანონსებულ რეფორმაში ხაზგასმით არის პედალირებულია რომ ეს სახელმძღვანელოები და პროგრამები უნდა იყოს ეროვნული მოტივაციით იქ უფრო მეტ საშიშროებას ვხედავ ვიდრე იმის შესაძლებლობას რომ ეროვნული მოტივი განხორციელდეს მოკლედ რომ ვთქვათ სკოლა არის ძალიან დიდი საფრთხის წინაშე სკოლა არ არის დემოკრატიული სახელმწიფოს შესაძლებლის მდგომარეობაში არც კანონმდებლობით და არც თქვენ მიერ დაანონსებული და უკვე მოქმედებაში მოყვანილი ქმედებებით ვერტიკალი რომელიც მოემართება პარტიიდან მერე სამინისტროზე მერე მოდის როგორც გითხარით რესურს ცენტრებზე რომელიც მენეჯმენტის ნაცვლად ყველაფერს წარმოადგენს მისი უბრალო ფუნქცია უნდა იყოს და შემდგომ სკოლის დირექტორი როგორც თქვი და სამეურვეო საბჭოები რომლებიც ასევე ჩარევით იკრიბება ყველაზე მთავარი ის არის რომ აბიტურიენტებმა უნდა გააცნობიერონ მათი საფრთხეები ჯერ ერთი ის რომ მათ ეზღუდებათ თანასწორუფლებიანად ხელმისაწვდომობა აი ამ საგანმანათლებლო სივრცეში ზოგადი განათლების თვალსაზრისით აქ აქცენტი გაკეთებულია პროფესიულ სასწავლებლებზე და ამას არ გამოურიცხავ, მაგრამ მხოლოდ ის რომ პროფესიული სასწავლებლებისთვის ეს იყოს მიზანი, იქნებ მეტი мотиваცია გააჩნია ახალგაზრდას, ჩვენ მას უზღუდავთ ამ შესაძლებლობას
ის რომ წავიდეს უცხოეთში დაამთავროს მე-12 კლასი ეს ხომ უბრალოდ დაცინვა არის საზოგადოების საქართველოში ასეთი პროცენტული შემადგენლობით მხოლოდ პარლამენტარები 89 კაცი და მთავრობის წარმომადგენლები მეგულება და გამოდის რომ სხვა ადამიანებს, სხვა ოჯახებს თავიანთი შვილებისთვის განათლების მიცემის შესაძლებლობა არ ექნება არც აქ და არც შემდგომ ევროპულ საგამართლებლო სივრცეში. ეს არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და მოსახლეობამ ეს უნდა გააცნობიეროს. ასევე აბიტურიენტებსა და მის მშობლებს მიმართავ მინდა გააცნობიეროთ რომ თუ მისაღები თუ თქვათ აბიტურიენტი ქვეყანაში 1 წლის პარალელში 35-40,000-ია, 2 წლის ერთდროულად ეს იქნება გაორმაგებული, ხოლო მისაღები ადგილები, კვოტები იმდენად არასწორადაა შედგენილი და იმდენად შემცირებულია, ამ შემცირებას თავისი მიზანი გააჩნია და იმედია ჩვენ მანამდე მივალთ რატომ შემცირდა ეს კვოტები და მე მინდა გითხრათ რომ გაიზრდება ანუ ერთი მხრივ თქვენ გეზღუდებათ არჩევანის შესაძლებლობა კი დაანონსებულია რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლება იქნება უფასო, მაგრამ აქ გრანტების სისტემის ჩახსნამ ერთგვარად შეზღუდა, ერთგვარად კი არა, ნამდვილად შეზღუდა აბიტურიენტის უფლება მოსილება გაეგზელებინა ქონოდა არჩევანი, ალტერნატიული არჩევანი და არაერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი, არამედ რამდენიმე სასწავლებელი, სადაც ის თავის პროფილს შეარჩევდა, თავის ინტერესებიდან გამომდინარე და სადაც მას სურდა, იქ წაიღებდა ამ თანხას. ჩვენ თუ ბიუჯეტს შევხედავთ, საერთოდ დღეს უნივერსიტეტებმა სწავლა დაიწყეს იმგვარად, რომ დათვლილი არ არის რა ღირს ერთი სტუდენტის მომზადება. გამომდინარე აქედან ეს რეფორმა არათუ მომზადებელი, საერთოდ დამანგრეველი რეფორმა გახლავთ და უპირველესად სწორედ აბიტურიენტებს უნდა აფრთხობდეთ ის და უნდა აწუხებდეთ ის განცდა, რომ არც საუნივერსიტეტო სივრცე დახვდებათ მათ ისეთი მრავალფეროვანი და ისეთი მომზადებული, როგორც ადრე იყო ამის შესაძლებლობა. მაშინ კითხვა უნდა დავსვათ, დავიჯერო არაფერი არ არის კარგი ამ რეფორმაში. მე მინდა ვთქვა, რომ ეს რეფორმა არ არის, ეს არის ძალადობა და ძალადობაში არაფერი კარგი არ არის. რაც შეეხება სახელმძღვანელოებზე ამის შესახებ ვისაუბრე, ასევე მასწავლებლის გამოყენებას, მასწავლებლის შეზღუდვას, მასწავლებლის ავტონომიურობა და აკადემიური თავისუფლება ამ სისტემაში აბსოლუტურად შეზღუდულია და სამწუხაროდ ეს არის რეალობა, რომლის ფარგლებშიც ის ვერ შეძლებს კრიტიკულად მოაზროვნე თაობის ჩამოყალიბებას, მით უმეტეს აკადემიური თავისუფლების არ ქონის პირობებში. მივადგეთ ახლა მთავარ სამიზნეს, რომელიც ამ კონცეფციაშია გადმოცემული, ეს არის უმაღლესი განათლების სისტემა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სამწუხაროდ მეცნიერება აბსოლუტურად გამოდევნილია ამ კონცეფციიდან, თითქოს არც არსებობს. მეცნიერებამ ძალიან დიდი დარტყმა განიცადა წინა ხელისუფლების დროსაც სამეცნიერო ინსტიტუციებმა, მაგრამ ეხლა უშუალოდ განათლების რეფორმის, ანუ საუნივერსიტეტო რეფორმის ფარგლებში არავისთვის უცხო არ არის. თვითონ ამ კონცეფციაში ასეთი ჩანაწერია მე-7 პუნქტში ჩაწერილია, რომ სრულად უნდა შეიცვალოს ინფრასტრუქტურა. ესე იგი, უნდა გახდეს საუნივერსიტეტო ქალაქები ქუთაისი და თბილისი, მაგრამ თბილისი უნდა გადავიდეს რუსთავში. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მათი ინტერესი იქნა გაცხადებული. არც ადრე დაუმალავთ ეს ხელისუფლებას, რომ საგანმანათლებლო სივრცეებს, კერძოდ ეს საგანმანათლებლო სივრცეები აკუმულირებულია ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მასწავლებლების დამსახურება გახლავთ ეს საუკუნოვანი ისტორია არის უკვე აკადემიურ ქალაქში, ასე ვიტყოდი, რომელიც არის ვაკე-საბურთალოს კონტექსტი. ეს ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან მიმზიდველი სივრცე გახლავთ. იქვე წერია იმ კონცეფციაში, რომ ეს ინფრასტრუქტურაო, რაც მათ გააჩნიათო, ინგრევაო. ანუ ის რომ ინგრევა ხელისუფალო, ეს თქვენი პრობლემაა, მარტო იმ უნივერსიტეტების პრობლემა არ არის. სახელმწიფოს თუ ეს სახელმწიფო უნივერსიტეტებია, ევალება შეუქმნას ინფრასტრუქტურა. კი არ მოშალოს, კი არ დეცენტრალიზაცია რასტო მჭირდება. იმიტომ რომ თავარი მომენტი გადის აქტივებზე და კონტროლზე. მაშასადამე ინტერვენცია, რომელსაც ისინი ახორციელებენ, არაკანონიერად, უნდა ვთქვათ, ეს ძალიან ხშირად უნდა გავიმეოროთ, ანტიკონსტიტუციური ქმედებებია დღეს განათლების რეფორმის თვალსაზრისით საქართველოში, რაც მიმდინარეობს,
რაც უნივერსიტეტებს დააწყდა თავს მაგალითად ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების თვალსაზრისით, აქაც რა თქმა უნდა ეს მიზანი არსებობდა 29 იანვარს დაანონსეს და 9 თებერვლამდე მოკლედ დიდ გნიაში იყო ეს ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ორი დიდი უნივერსიტეტი, რატომღაც ერთ-ერთ პარლამენტარს ეგონა რომ ორ პატარა ლაინერს და ერთ დიდ კატამარანს მიიღებდა, მაგრამ სინამდვილეში მას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ ლაინერი გაცილებით დიდია ვიდრე კატამარანი. ანონსებდა ხელისუფალი, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 9 თებერვლის დილას ეს გადაწყვეტილება იქნა შეცვლილი. მაგრამ რა მოხდა ტექნიკურ უნივერსიტეტს და ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩამოეჭრა ძალიან მნიშვნელოვანი ფაკულტეტები. ტექნიკური უნივერსიტეტი კრიტიკულ მომენტში გადაარჩინა სწორედ იმ ფაკულტეტებმა, რომლებიც ერთგვარი ეკონომიკური და სოციალ-პოლიტიკური ძალიან ბევრი ხარვეზი არსებობდა, ვეთანხმები ამასში ხელისუფლებას, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ბავშვის ნაბან წყალს ბავშვს არასოდეს არ გადააყოლებენ. თუ ეს ხარვეზები არსებობდა, ეს უნდა გამოსწორებულიყო უშუალოდ ამ უნივერსიტეტებთან შეთანხმების საფუძველზე. რა ხარვეზი არსებობდა მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის ანულირების. ჩვენ ნახეთ ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაანონსებული მექანიკური ქორწინების პროცესში სენატმა, თესეუს სენატმა და ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ორივე ამ წარმომადგენლობითმა ინსტიტუციამ მიიღო ერთხმად ერთობლივი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ამ გაერთიანებას. აი, უბრალოდ ვისაც უნივერსიტეტის მენეჯმენტი ესმის, სრულიად აბსურდი იყო ეს გადაწყვეტილება. უნივერსიტეტების გაერთიანება მოუხლარა სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ იმას საკუთარი მიზეზი და მზადება ჭირდებოდა შესაბამისად ასეთი დამკვრელური ბოლშევიკური მეთოდით ეს მხოლოდ ნგრევას გამოიწვევდა, ორი საკადასტრო კოდი ორივე გაქრებოდა, ანუ ფაქტობრივად ხელისუფლებას მოუწევდა ერთი დღით მაინც გამოეცხადებინა ლიკვიდაცია, ანუ 71 მუხლი ჩანაწერში, ლიკვიდაცია გამოეცხადებინა ამ ორივე უნივერსიტეტის და შეექმნათ ერთი საკადასტრო კოდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის. მე უნდა ვთქვა იმის შესახებ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩამოეჭრა ძალიან დიდი კონტინგენტი, ანუ ფაქტობრივად გამოთავისუფლდა სივრცეები, თუ 21,000 სტუდენტიდან 15,000 ვეღარ მიიღებს და დაახლოებით 6-7,000 კონტინგენტი დარჩება, დიახ, ხომ დარჩება თავისუფალი სივრცეები. ეს თავისუფალი სივრცეები მომხიბვლელია ბიზნეს ინტერესებისთვის, უნდა ვთქვათ. ამიტომ თქვენი დებულება ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, კოჭლი იმიტომ არის, რომ ეს გათვლილი იყო არა მართლა ერთ ქალაქ ერთ ფაკულტეტზე, რომლის აბსურდულობა სახეზე არის, არამედ გათვლილი იყო რამდენი სივრცე უნდა გამოთავისუფლებულიყო ამ შემცირების საფუძველზე აქტივებისათვის. ვფიქრობ, ეს არის ის ქმედება, რომელიც სრულიად დაუშვებელი იყო. ჩემთვის მიუღებელი იყო ყველა უნივერსიტეტისადმი დამოკიდებულება, ზოგადად ასეთი უხეში ჩარევა საუნივერსიტეტო სივრცეში, რომელიც თვისობრივად არ შეიძლება განხორციელდეს სამოქალაქო ინსტიტუციაში. ახლა ჩვენ კიდევ გვექნება შეკითხვა. ახლა ჩვენ რა თქმა უნდა, რაც ეხება საშუალო სკოლას, მომდევნო გადაცემებში ვისაუბრებთ, ჩვენ თქვენს მოგიწევთ. უბრალოდ იქ ჩვენ ვიცით ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა ჩვენ მაინც უმაღლეს განათლება და მეცნიერებაზე ვისაუბრებთ დღეს. კალბატონცირა ამ რეფორმის ადმინისტრაციული წესი გატარების შემთხვევაში, ანუ გასაგებია თესეუ ამ შემთხვევაში ჯერ თესეუზე გეკითხებით, მომგებიან თუ წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება წინა წლებთან შედარებით. რეფორმის შემდეგ გაიზრდება თესეუს რეიტინგი საერთაშორისო მასშტაბით თუ არა. ახლა მე სანამ ამას თქვენ მიპასუხებ, ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, სხვა შორის თესეუს პროფესორი, ბატონი უშანგი ზაზა გოგინავა, სრული პროფესორი იყო, მათემატიკური ანალიზი საფუძველია მათემატიკის. დღეს უკვე 5-6 წელი არის გაერთიანებული ემირატებში, აი რომელიც პოლიტიკურად ახლოს არის დღევანდელ ხელისუფლებასთან. იქ არის რამოდენიმე კარგი მაღალი დონის უნივერსიტეტი. ერთი შედის 200-ში სოფლიო რეიტინგში და ეს სადაც მუშაობს ბატონი ზაზა 229-ია. და როგორ დგება რეიტინგი, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა იქ პრობლემა არა, უმაღლეს დონისა, მაგრამ თავარი მაჩვენებელი არის. ისინი იწვევენ პროფესორებს, არა მარტო ცხადია საქართველოს შემდეგ არაბეთის სხვადასხვა სირიიდან, იმიდან, ამიდან თვითონ არ ყავთ ეს ძლიერი პროფესურა და
პირდაპირ უდებენ კონტრაქტში. შენ წელიწადში უნდა გამოვაქვეყნო რამოდენიმე სტატია, ისე არ არის ერთმა მითხრა, შიდა მოხმარები ჟურნალებშია. არა, ეგრეთ წოდებული იმპაქტ ფაქტორებში ხა მათემატიკოსები, ფიზიკოსები იციან რაც არის და იქ იმპაქტ ფაქტორი არის Q1, Q2, Q3, Q4. Q1 არის ფაქტურად 5%-იანი, ანუ თუ არ მოხდება კონტრაქტს გირბენ. ამის გამო იწევა ის. ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგანაც აქ ბრძანის ავტორებმა, რომ ის რაც ილიას უნივერსიტეტიდან, აი ჩვენი მიზანი იყოვო, განათლების სამინისტროს უთქვამს, რომ ილიას იმიტომ ვამცირებთო ასე, რომ რესურსი დავზოგოთო და მიმართოთო დედა უნივერსიტეტსო და თქვენი აზრით, აი ამ ეს პროგრამა თუ ესე იგი ეგრეთ წოდებული თქვათ კონცეფცია თუ შესრულდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმის ფონზე, რომ ის რაც GPI-ში იყო სოციალურ ეკონომიკური ეს იქ არ იქნება, ილიაში არ იქნება, სოხუმის საერთოდ გვექნება საუბარი ამ კუთხით სულ ნულად რჩება თითქოს თბილისში ვინც არის ყველა უნდა წამოვიდეს და აი თქვენ მომგებიან თუ წამგებიანში აღმოჩნდებით. ეს კითხვა ადრეც დამისვეს, მოდი დავიწყოთ შევაფასოთ იმით, რომ ჩემთვის ეს არის დაყავი ბატონეს პოლიტიკა, ამ ორი უნივერსიტეტები და უნივერსიტეტების ურთიერთდაპირისპირების მექანიზმი, რომლის კონტექსტი არის, რომ თავიანთი მიზანი, ფარული მიზანი უფრო კარგად განახორციელონ. რა არის ფარული მიზანი? პირველი სოხუმის უნივერსიტეტის გაქრობა, იმიტომ რომ ეს აინტერესებს ოკუპანტ ქვეყანას და გნებავთ თუ არ გნებავთ ხელისუფლებო, შედეგი იქნება სწორედ ისეთი, რომ მათ გაახარებს და არა საქართველოს ინტერესს ეს არ შეადგენს და მეორე, ძალიან ახალგაზრდა და ძალიან რეიტინგული თვალსაზრისით, სწორედ ილიაოს უნივერსიტეტი 20 წლის, მაგრამ იმან პრინციპი აიღო სწორედ აი რაც ჩვენ ახლა ვთქვით, მაშინ როგორ ახერხებს თქვა რომელიღაც არაბული ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ინტელექტუალური რესურსი, მაგრამ ამ ინტელექტუალურ რესურსს იზიდავს, უდებს მას ხელშეკრულებას, აძლევს ძალიან დიდ მაღალ ანაზღაურებას, უქმნის ყველა სასათბურე პირობებს უქმნის იმისათვის, რომ განავითაროს და ამიტომ ახერხებენ ის უნივერსიტეტები. ახლა რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ერთ-ერთი რეიტინგის შემქმნელი იყო ბატონო ხელისუფალო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტი, რომლის სამეცნიერო ნაშრომები ქმნიან მაღალ რეიტინგს ზოგადად იმპაქტ ფაქტორის თვალსაზრისით და უნივერსიტეტი იყო მართლაც 800 მე-1 ადგილასაც იყო ერთი რაჭირების მიხედვით. ძალიან უხერხულია ისაუბრო იმის შესახებ, რომ ჯერეთი რა არის დედა უნივერსიტეტი, არ მესმის დედა და მამა რა დამოკიდებულება ეს არის იმის თვალს მექანიზმით, რომ თითქოს აი თქვენ გამდიდრებთ და ჩაგრავთ იმას, იმიტომ რესურსებს ვზოგავთ. აბსოლუტურად ალოგიკურია, აცდინილია აკადემიურ კონტექსტს, აცდინილია ყველა სამართლიანობას ილიას უნივერსიტეტმა ამ 20 წლის მანძილზე მოახერხა, ყოფილიყო არა მარტო რეიტინგული, ყოფილიყო ინოვაციური, შეექმნა ისეთი დარგები, რომლებიც არ არის ზოგადად სხვა უნივერსიტეტებში და რომელთა აუცილებლობა ქვეყანას ნამდვილად გააჩნია. თქვენ რომ დახურეთ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი ტექნიკურ უნივერსიტეტს რო ქონდა, რომ იყიდეთ ის შენობა და გაყიდეთ მერე და 9 მილიონი რომ მიეცით ტექნიკურ უნივერსიტეტს 9 მილიონი ღირ და ის სივრცე და ის დარგი, რომლის ლაბორატორია დღეს აღარ არსებობს, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სწორედ ილიას უნივერსიტეტშია. ასევე ძალიან ბევრი დარგი, მე ლინგვისტი ვარ და ლოგოპედის, ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. ყველა მეხუთე ბავშვი საჭიროებს დღეს საქართველოში მეტყველების პრობლემას, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ყველა დარგი, რომელიც იქ იყო, შესწავლილი იყო ბაზართან მიბმის თვალსაზრისით. თქვენი არგუმენტი იმის შესახებ, რომ ბაზარს ეს არ ჭირდება, ის რომ სამართალს სხვა ვერავინ ასწავლის თუ არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო რა არ იყო სამედიცინო ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავთენტურობა, ასლოვანი ისტორიით, არ იყო რეიტინგული. მე უბრალოდ ის მიკვირს, რომ ამ ფაკულტეტის პროფესორა რატომ არ იღებს ხმას და რატომ ასე მორჩილად ამაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ რა სჭირს ამ პროფესორას. არა, ჩვენ არ გამდიდრებულ ვართ, იმიტომ რომ დიმიტრი უზნაცის
ქვეყანაში ბატონ თეიმურაზ ძალიან უხერხულია ვისაუბროთ იმის შესახებ, რომ ფსიქოლოგიის მიმართულებით სამაგისტრო პროგრამა არ გვჭირდება. ესე იგი, ქვეყანას ფსიქოლოგები არ ჭირდება. მე მაინტერესებს ლინგვისტური პროგრამები, რომლებიც ილიაუნს ჰქონდა, ძალიან წარმატებული, მე თვალს ვადევნებდი, ძალიან საამაყო პროგრამები არ ჭირდება, აბა ასტროლინგვისტიკა გვჭირდება და ასტროარქეოლოგია. აი ეს ორი განზომილებაც კი აბსურდულობის ხარისხს გვიდასტურებს. რა თქმა უნდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამით მხოლოდ პრობლემები შეექმნა, მათ შორის პედაგოგიკის თვალსაზრისით. პედაგოგია საერთოდ ესეც ასწლიანი ისტორია და გაუქმეს. ნახეთ კიდევ მთავარი პრობლემა დღეს რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განიხილებოდა, მაგალითად ჩემს ფაკულტეტზე საბჭოზე უნდა ვთქვა, ახლა ეს უკვე გადავედით ჩვენ იმაზე, რომ 3+1 მოდელზე უნდა ვიმუშაოთ, უნდა გადავთოთ ეს პროგრამები. დამანგრეველია ბატონო ხელისუფალო ეს. მინდა გითხრათ, რომ დამანგრეველია. ესე იგი თქვენ ამცირებთ 1 წელიწად სკოლაში, 1 წელიწად სამაგისტრო პროგრამაზე, 1 წელიწად საბაკალავრო პროგრამაზე, სულ 3 წელიწადს ამცირებთ. ბიუჯეტს თქვენ ზოგავთ. ეს არ არის რესურსის დაზოგვა. თქვენ თუ რეიტინგის გაზრდა გსურთ და ხარისხის გაზრდა გსურთ, ხარისხის გასაზრდელად სხვა ქმედებებია საჭირო და არა ილიაუნის და სოხუმის უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტების ლიკვიდაცია. 92% ილიაუნის პროგრამებისა ლიკვიდირებულია. სოხუმის უნივერსიტეტი 100%. საბაკალავრო და სამაგისტრო 100%. ეს უკვე ძალიან საგანგაშო ვითარება გახლავთ. ახლა ამ კითხვას დაუბრუნდები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიკის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ ეს თქვენი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ვერც ერთი პროფესორისგან ვერ იქნება თანხმობა მოცემული, რომ შეიძლება დუმან, შეიძლება ასე მორჩილად აპირებენ ამის გაკეთებას. მე არ ვაპირებ, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ეს არაკვალიფიციურია და არ მინდა არაკვალიფიცირებაში მივიღო მონაწილეობა და თუ საჭირო იქნება დავამტკიცებ, რატომ არის ეს არაკვალიფიციური. ძალიან დიდი საფრთხეები შექმენით, მათ შორის იმით, რომ სტუდენტმა მინდა გაიგოს 3+1 პროგრამით სტუდენტს აბსოლუტურად ეზღუდება მეინერ პროგრამის, ანუ დამატებითი პროგრამის არჩევა, რაც ზღუდავს მის ინტერნაციონალურობას, მის მრავალპროფილიან მიდგომას, მის ინტერესებს ზღუდავს. და აღარასოდეს ამ სტუდენტს აღარ ექნება შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება მაგალითად სწავლობდეს არქეოლოგიაზე და ანთროპოლოგია აინტერესებდეს და ვერ აიღოს ის პროგრამა. ეს ხომ ურთიერთგამდიდრების პროგრამა არის. თქვენ ფაქტობრივად არ ღვევთ, ანგრევთ იმ მოდელს და ის არგუმენტი, რომ სადღაც რომელიღაც ესპანეთში ან რომელიღაც ქვეყანაში არის 3+1, მე მინდა გითხრათ, რომ იქ არის 13 წლიანი სწავლება ზოგადი განათლების თვალსაზრისით და ისეთ მაღალ დონეზე, რომ ჩვენს ზოგადი განათლების სისტემას უბრალოდ ვერ შევადარებთ ვერასოდეს. თქვენ ეს მექანიზმი უნდა გაგითვალისწინებინათ. გამომდინარე აქედან, მინდა უპასუხო, რომ პედაგოგიკის შემცირება, რატომ უარყავით ასევე სენატმა მიიღო გადაწყვეტილება სამედიცინო ფაკულტეტის, ჩვენი თესეულ სამედიცინო ფაკულტეტის შესახებ, ერთხმად მე ვესწრებოდი ამ ხდომას, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ეს ფაკულტეტი ეკუთვნის უნივერსიტეტს, ქმნის უნივერსიტეტის მაღალ რეიტინგულობას, უნივერსიტეტის ბიუჯეტში შემოაქვს 25%, რამდენი პროცენტი შემოაქვს სახელმწიფოს, რა სუბსიდიები სახელმწიფო უნივერსიტეტებში რა არის. ამის შესახებ კიდეც ვისაუბრებ, ახლა ამ კითხვას დავასრულებ იმით, რომ თქვენ რეიტინგული რაც იყო ის მოსპეთ წაგვართვით მხოლოდ იმიტომ რომ ამ ფაკულტეტზე ერთ-ერთი გარკვეული მოცემულობა არის უცხოენოვანი პროგრამებისა, უცხოენოვანი სტუდენტების, მათ შემოაქვთ, მათ შორის ილიაუნის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტს 6000 ხდიან ისინი წელიწადში გარდა ამისა ცხოვრობენ, ხარჯავენ ხომ? მას შესაძლოა ის შემოსავალს ქმნის ამ უნივერსიტეტის 13 მილიონი ლარი შემოდიოდა მარტო ილიაში მედიცინაზე. ბიუჯეტს ვავყავთ ჩვენ ილიაუნის ბიუჯეტს, ეს იქნება თქვენი ეგრეთ წოდებული დაზოგვა და სეკვესტრი სრულიად ალოგიკურია მათ შორის ციფრების თვალსაზრისით, მაგრამ ამის მიზეზი აბსოლუტურად არ არის ციფრები. უნდა გახსნილად უნდა თქვა, ამჯერად ვიცავ ილიაუნს და არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ილიაუნი არის მაღალი აკადემიური მოსწრების უმაღლესი ინსტიტუცია. მიუხედავად იმისა, რომ ის არის ახალგაზრდა, მან ერთგვარად შეძლო ჩამოეყალიბებინა სამოქალაქო ინსტიტუცია, იმიტომ რომ უნივერსიტეტი არ უნდა იყოს სახელმწიფო, საერთოდ ეს სტატუსი კლავს უნივერსიტეტის სამოქალაქო ინსტიტუციის ფიქციას, იმიტომ რომ იმ ტიპის სახელმწიფო, როგორიც ჩვენ ვართ, ახერხებს ზეწოლას, კონტროლს, დანიშნულ რექტორებს
სუსის და სხვა ორგანოების მიერ მართულ სისტემას შევთანხმდეთ ამაზე, ეს რეალობაა და მე ამის დიდი გამოცდილება გამაჩნია. ერთადერთი როგორც ჩანს ილიას უნივერსიტეტში ვერ მოახერხეს ვერც რექტორის დანიშნა და ვერც აკადემიური სივრცის შეზღუდვა, იმიტომ რომ ამ ინოვაციურმა მიდგომებმა შეძლო დაინტერესებინა არა მარტო სტუდენტი, არამედ შეექმნა ისეთი პროფესურა, რომელიც ჩართულია საერთაშორისო პროექტებში და ახლა ეს პროექტები მილევად რეჟიმში გინდათ გადაიყვანოთ და რა იქნება, გაქრება საუნივერსიტეტო იდეა, ილიაუნის იდეა გაქრება, არ გაქრება. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ ეს რეფორმა. განსაკუთრებით ეს არის ძალიან მწვავე საკითხი, ძალიან მწარე წარმოსადგენია, რომ ასეთი არააკადემიური მიდგომით, ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების სრული შეზღუდვით, რესურსებზე აპელირებით, რომლებიც აბსოლუტურად გაუმართლებელია, უნივერსიტეტი, რომელიც თავის თავს არათუ არჩენს, არამედ დიდ რეიტინგულ მონაცემებს ქმნის და საქართველოს სახელი გააქვს საერთაშორისო ასპარეზის სამეცნიერო სივრცეში, ძალიან ცუდად მოეკეცით. არ ჭირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იმის ბაზების ან რაღაც სხვა ლაბორატორიების შემოერთება ილიაუნისაგან. დაანებით ილიაუნს თავი შეეშვით ძალიან ცუდ ნაბიჯს დგამთ ამ თვალსაზრისით. მე მინდა ვთქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხოლოდ ზარალდება ის დუმილი, რომელიც დღეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმ მოტივით, რომ ჩვენ ხომ მაინც გადავრჩით. ჩვენ ხომ საკადასტრო კოდი გადაგვირჩა. მე შეგახსენებთ, ჩემო კოლეგებო, დღევანდელი დუმილიც, როცა მე თქვენ დაგისვით კითხვა, ძალიან წუხვა რომ ამის ხმამაღლა გაჟღერება მე მიხდება, მაგრამ ეს როგორც ჩანს უნდა ვთქვათ. რა განსხვავებაა დღეს თესეულსა და ილიაუნს შორის? ის განსხვავებაა, რომ ილიაუნსში აკადემიური საზოგადოება თავისუფალია და არ ეშინია თავისი აზრის გამოხატვის. სამწუხაროდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვინც კრიტიკულად აზროვნებს, ან უпростоრად ვინც უბრალოდ არ ემორჩილება და უბრალოდ აზროვნებს, უბრალოდ ციფრებს ითვლის 1+1 რომ არ უდრის 1-ს, არამედ უდრის 2-ს, ამას არ ეთანხმებოდა ამ ორ გაერთიანებას ხომ? იმიტომ რომ 1+1 არის 2, არის 2 უნივერსიტეტი. მისი მექანიკური ქორწინება უბრალოდ იყო შეუძლებელი. აი ვინც კრიტიკულად აზროვნებს, ის რა თქმა უნდა რეპრესიების საგანიც ხდებოდა, აგერ ვარ მე თქვენ წინაშე. დღეს თქვენ ყველა დუმდით, როცა კითხეთ, მე დაგისვით კითხვა, არის თუ არა კვალიფიციური 3+1. ჩვენ წლების მანძილზე, მე 44 წელია უნივერსიტეტში ვარ. წლების მანძილზე ბოლო 20 წელი ამ სილაბუსების და კურიკულუმების დამუშავებაში ვართ. ჩვენ გავდივართ აკრედიტაციას. აკრედიტაციის დროს ბაზარი შესწავლილია ხელისუფალო. რა ბაზრით შეისწავლეთ, რომ კავკასიოლოგიას 20 ადგილი ჭირდება, ისევე როგორც ასტროლინგვისტიკასა და ასტროარქეოლოგიას. არ ჭირდება კავკასიოლოგიას 20 ადგილი, ჭირდება მაქსიმუმ 6. იმიტომ რომ ჩვენ ეს ბაზარი შესწავლილი გვაქვს წლების მანძილზე. მასშტაბი რა იქნება, როგორც რომ დაიკარგოს 14 ადგილი. ნახე, იმიტომ ვერც სხვას მიაბავნა. რა თქმა უნდა. სამ საფეხურიანი განათლების სისტემა 3 წელი შეიძლება მშობლებს გიხარიათ, რომ მალე დაამთავრეს, ნაკლებ ბინის კიდეს გადავიხდით. ბინით უნდა იყოს უზრუნველყოფილი სტუდენტი რეგიონებიდან ჩამოსული. ამაზე გეფიქრათ, გემუშავათ იმაზე, რომ აგეშენებინათ სტუდენტური ქალაქი. მით უმეტეს რამდენი რესურსი გაასხვისა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. არაფერი არ მოუგია ბატონო იმრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. პირიქით, მე მინდა ამ პროფესორებს შევახსენო, რომ ის დგას ძალიან დიდი აქტივების დაკარგვის საფრთხის წინაშე. ამას გააკეთებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ის საბჭოები, მათ შორის სენატი, რომელმაც ასე თათარი ახლად გაასხვისა მე-7 კორპუსი, გაასხვისა 100,053 ლარად. აბსურდია, შვაგულ ქალაქში უზარმაზარი შენობა და უზარმაზარი სივრცე. შემდგომ ის აღმოჩნდება სეუს გამგებლობაში, სეუს ხელში, იქიდან რაღაც ორკაპიქს ალბათ უნივერსიტეტს ეს არის უნივერსიტეტისთვის მოგება? არა, ეს არის მხოლოდ წაგება და არა მარტო წაგება, არამედ იმ ინფრასტრუქტურის დაზიანება. მონიშნულია მე-5 კორპუსი, მე-3 კორპუსი, მე-4 კორპუსი, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ისტორიის ინსტიტუტი უკვე. მარტო პირველ მეორე კორპუსს ტოვებენ, დანარჩენი რაც არის ვაკის პარკი. იმიტომ რომ იქ პანთეონია და კულტურული მემკვიდრეობა. ჯერ აქამდე არ მივიდა. მაგრამ ეს შესაძლებლობა დევს სამწუხაროდ განათლების კანონში და იმ ბრძანებულებაში, რომელიც ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინ წინ და 2 წლის წინ. ამისთვის მზადება
აკადემიურად და დეკლარირებულად დოკუმენტურად ხელისუფლებამ დაიწყო 2013 წლიდან. ეს იყო დოკუმენტი, რომელიც მოსვლისთანავე მიიღო მაშინდელმა პრემიერმა 2013 წლის 29 ივლისს 197 ბრძანება მაქვს ყედველობაში. როცა სამართლებრივი ფორმა შეუცვალა აი ამ 19 უნივერსიტეტს, რომელსაც დღეს ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტს უწოდებთ. ესე იგი, ბუნებრივად, თვისობრივად, რო ავიღოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ის არ იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ის შეიქმნა როგორც თბილისის უნივერსიტეტი. ასეთაც შექმნეს ჩვენმა დამაარსებლებმა. შექმნეს როგორც სამოქალაქო ინსტიტუცია. მისი დამფუძნებლები იყვნენ მისი გამკარგველები და არა სახელმწიფო. 1926 წელს რაც მოხდა უნივერსიტეტში და ბოლშევიკური პარტიის დიახ ჯავახიშვილის იგნორირება და სამართლებრივი ფორმის შეცვლა, მას შემდგომ უნივერსიტეტი ფაქტობრივად სახელმწიფოს აქვს ოკუპირებული. რაუნდა და თითქოს ჩვენ გვიხარია რომ ეს არის სახელმწიფო. სახელმწიფო ბერკეტები აქვს ხელში იმისა, რომ ქონების მართვასთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამიტომ წერია ჩუმჩუმალად იმ კონცეფციაში, რომ კერძო უნივერსიტეტებმა აკეთონ ფულიო, ბიზნესიო და სახელმწიფო უნივერსიტეტებს რატომ არის აქცენტი სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე? სწორედ იმიტომ, რომ აქ ადვილად შეიძლება ჩაიგდო ხელში ეს ქონება. თუ მით იმეტეს რექტორი ყავს შენგან პორტირებული და დანიშნული პოლიტიკური ნეიტრალიტეტის არ მქონე, თუ აკადემიური საბჭოები არის არჩეული ფაქტურად დანიშნული აკადემიური საბჭოები და სენატიც კი არის ფაქტობრივად შედგენილი. სტუდენტების დანიშნულია სენატი. ნუ მაგაზე აღარ საუბრობ, არ მინდა სტუდენტთან ძალიან ფრთხილად მინდა საუბრო, მაგრამ ეს არის ფაქტი. აი ამ სენატმა შეძლო ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გაესხვისებინა მე-7 კორპუსი. ასე ეხლა აქტივები ჩამოწერილი არის ყველა იმ კორპუსში, რომელიც ახლა ჩამოთვალე. ასევე ტაბახმელაში, რომელზეც ხმას არ იღებს არც ერთი ადმინისტრაციული პერსონა, ტაბახმელას კომპლექსზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი თბილისის უნივერსიტეტისთვის, ასე უწოდებ მას მე, როგორც ჯავახიშვილი უწოდებდა თავიდან, თბილისის უნივერსიტეტი დღეს არის საგანგაშო მდგომარეობაში და თქვენ მეუბნებით, რომ უკეთეს მდგომარეობაშია, მე კი გეუბნებით, რომ ის ძალიან სულ მდგომარეობაშია. ილიას უნივერსიტეტი იმით იჯობს მაინც, რომც გააქრონ ისა იმ იდეას, თავისუფალი საუნივერსიტეტო იდეის გაქრობას ისინი ვერ შეძლებენ, იმიტომ რომ ამ 20 წლის მანძილზე ამ უნივერსიტეტმა შეძლო ნამდვილი საუნივერსიტეტო ფუნქცია შეესრულებინა, ხოლო ჩვენმა უნივერსიტეტმა შეძლო გაეჩუმებინა საბჭოები, გაეჩუმებინა პროფესურა, მათ შორის ფაკულტეტის საბჭოები და როცა კითხვას უსვამთ, რომ აკადემიურია თუ არა სამწლიანი განათლება და კომპეტენტურია თუ არა, ისინი არ პასუხობენ და ხელმძღვანელი ადმინისტრატორი პასუხობს, იცით და ჩვენც ვიცით რომ არა აკადემიურია, მაგრამ ჩვენ ეს დავალება გვაქვს და უნდა შევასრულოთ. მაშინ რაღა არის უნივერსიტეტის პროფესორის ფუნქცია? თუ ის თავის დარგს, თავის კომპეტენციას და უფრო მეტიც ხელისუფალო, თქვენ შეცვალეთ საკვალიფიკაციო ჩარჩო? აკრედიტაციის ხელმძღვანელს რომ დაუნიშნეთ 9600, ხო ნახე ეს მოცემულობა და მის მოადგილეებს. აკრედიტაციის ხარისხის მართვის სამსახურზე მაქვს საუბარი. აქვს პროფესორზე, იმ მართვის ხელმძღვანელს, აქვს იმ ცენტრის ხელმძღვანელს პროფესორზე 3-ჯერ და 4-ჯერ უფრო მეტი ხელფასი და მისი ფუნქცია ფაქტობრივად არის არაადეკვატური, იმიტომ რომ ის არ მოდის თავსებადობაში საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან. ეს ცვლილებები, რომლებიც მათ უნივერსიტეტში დაანონსეს, მიმართულია კონტროლისკენ, მათ კონტროლი მოახერხეს 18 უნივერსიტეტში, რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, ნუ გონიათ რომ მათ არ მიადგებიან, მეორე ეტაპი იქნება. მათთანაც აქვთ მექანიზმები, მაგალითად რაღაცის მშენებლობის ნებას დართავენ და მე ეტყვიან თუ ამას ასე არ შეასრულებ, მე ამ ნებართვას ვეღარ მიიღებ და ასე შემდგომ. ვაჭრობის მოგეთ ქარვასლად გინდათ აქციოთ განათლების სისტემა, რაც სამწუხაროდ. დიდი მადლობა თქვენი პასუხისთვის, აი ესეთი სწორი პასუხისთვის, ჩემი აზრით და ერთი მინდა კიდევ შეგეკითხოთ, რა თქმა უნდა, ახლა მეც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე მინდა შეგეკითხოთ, ახლა ალბათო ცირა თქვენთვის, როგორც ქართველისათვის, საქართველოს მოქალაქისათვის, TSU-ს პროფესორისა, რა მნიშვნელობა აქვს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, როგორც საქართველოს მეორე და ამიერკავკასიაში მეოთხე სახელმწიფო უნივერსიტეტის შენარჩუნება, როგორც მრავალპროფილიანი კლასიკური სასწავლო დაწესებულების და მინდა გითხრათ, რომ აი დღეს იმ ესე იგი წარმოდგენილი საბაკალავრო სამაგისტრო პროგრამებიდან ფაქტურად ორი ფაკულტეტი სამართლის და დიპლომატიის
სადაც მუშაობს 24 პროფესორი, ბიზნესის და სოციალური მეცნიერების, სადაც მუშაობს 43 ერთად 67, 2-3 წელიწადში ისინი უმუშევრობით დარჩებიან და აი ეს მაინტერესებს თქვენი აზრი ცოტა ისე თქვათ, რადგან ცოტა 1-5 წუთი მეცნიერებას მერე უნდა შევეხოთ. აი სოხუმის უნივერსიტეტის მნიშვნელობა. სოხუმის უნივერსიტეტს ხელისუფალო თქვენ მოეკეცით ბათუმის უნივერსიტეტისგან თუ სტატუს გულისხმობ, ძალიან რადიკალურად განსხვავებულად არ და პირიქით მე კი ბატონო დიდი პატივით ბათუმის უნივერსიტეტის შენარჩუნებისთვის, მაგრამ რატომ მოახდინეთ სოხუმის უნივერსიტეტის ანულირება? ეს არის სრული ანულირება. თუ ჩვენი სტრატეგია არის რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ სოხუმში და აფხაზეთის საქართველოა და თუ ჩვენი ამოცანა გეოპოლიტიკური და პოლიტიკური არის დეოკუპაცია, მაშინ რატომ მოიქესით ასე? ეს არის რუსული ოცნება იმის შესახებ, რომ სოხუმში არ ყოფილიყო ქართული უნივერსიტეტი, არ ყოფილიყო ქართულენოვანი განათლება და ამ ამოცანას ასრულებთ. თუ ამ დარგებს მოსყობთ, მისი რეაბილიტაცია, მისი ხელმეორედ შექმნა, ამ ადამიანების თავიდან აკუმულირება, როგორი გაჩუმებულებიც არ უნდა იყვნენ დღეს, მე მაინც მათ ვიცავ, იმიტომ რომ ეს არის დიდი, ეს არ არის შეცდომა. მე ვფიქრობ, ეს არის მიზანმიმართული ქმედება, დანაშაული იმისა, რომ ჩვენ იქ ვერასოდეს ვერ დაბრუნდეთ, ეს სურს ოკუპანტს და ჩვენ გამოდის, რომ ვიქცევით ისე, რაც სურს ოკუპანტს. აი, ქალბატონცირა, თქვენ სწორად ბრძანეთ გულისკევილი თესევუში, როგორც აკადემიური საბჭოს ენა, იგივე კიდევ ვარესი იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგანაც ჩვენ წლების განმავლობაში პროფესორ ოთარ ჟორდანიას შემდეგ გარედან გვინიშნავდნენ პირდაპირ პარაშუტისტებს, ანუ განათლების კომისრებს, რომელსაც არ იცოდა გალის რაიონი ესაზღვრება ზუგდიდის რაიონს თუ თქვათ რუსეთის სადაც გაგრიზონა შემდეგ და ამიტომ დღეს ესეთი სავალალო მდგომარეობა არის, მაგრამ იქაც არიან პროფესორები და სტუდენტები. ახლა ქალბატონციერა რამოდენიმე წუთი დარჩა და ჩვენ მეცნიერების რეფორმაზე შეგნებულად ჯერ სერიოზულად არაფერს არ ლაპარაკობთ, რადგანაც მათი მიზანი არის, რომ საქართველოში რეიტინგების აწევა გვინდაო ილიას ფაქტურად დაჩეხვით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მაგრამ მეცნიერებაზე ერთი თანხის ლარის გამოყოფა არ უნდა, 2250 ლარს ერთ-ერთს არ უმატებენ. და როგორ აპირებენ უნივერსიტეტის რეიტინგის აწევას თუ მეცნიერები არ გვეყოლება საერთაშორისო დონეს და მათ არ შეუქმნი პირობებს კონფერენციაზე სიარულის ამის თანხები ჭირდება შესაბამისად რეიტინგულ ჟურნალებს შემდეგ და აი თქვენი საზრით განათლება უმაღლეს განათლებაზე ვხედავთ რა მდგომარეობა მათი მიზანი მეცნიერების საქართველოში რა არის აი ამ კონცეფციის მოგუდვა ამ კონცეფციის მიზანი ეს მოგუდვა გაცილებით ადრე დაიწყო ჩვენ ნახეთ სამეცნიერო ინსტიტუციები როგორ მექანიკურად შემოუერთეს უნივერსიტეტს მექანიკური ქორწინება დავარქვი მაშინ ამას შემდგომ მოხდა ისე რომ დაიწყეს მოკლედ სამართლებრივად გადმოგვეცა ეს ინსტიტუციები იქაც შენობებზე იყო აპელირება მაშინ და ეს პროცესი დაწყებული იყო, ხოლო და სამართლებრივად სამართავად გადმოგვეცა, ხოლო 2014 წლის იანვრის პირველი სხდომა სენატში ჩვენთან დაიწყო იმით, რომ ჩვენ ეს კი სახელმწიფომ დაფინანსება შეუწყვიტა სამეცნიერო ინსტიტუციებს. აქ აი ამ შემდგომ ერთ-ერთ მიღებულ კანონში ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერია და ამაზე გავაკეთებ აქცენტს და თავისთავად ცხადი გახდება რა არის მათი დამოკიდებულება კომისრის დანიშვნა მეცნიერებათა სისტემაში. კანონში წერია ძვირფასო ხელისუფალო ასეთ რამეს ბოლშევიკური სახელმწიფოც ვერ გააკეთებდა, რომ სამეცნიერო ინსტიტუციების ხელმძღვანელს დანიშნავს მაკონტროლებელი. მაკონტროლებელი მე ვიცი პარლამენტი. ესე იგი პარლამენტში თქვენ ახლა მრავლად ყავთ გპ-ში დაცული ხარისხიანი ადამიანები, როგორც ჩანს, აი არა, მათ საერთოდ ერთი სტატია არ გავუგვიყნებიათ ამ დაცვის შემდგომ, შევისწავლე ეს საკითხი. ანუ თქვენ შეგეძლებათ, რომ მოახდინოთ პორტირება საკანონმდებლო ორგანოს აქვს იმის პრეროგატივა ნაცვლად სამეცნიერო საბჭოსა, რომელიც არსებობს ყველა სამეცნიერო ინსტიტუციაში. სამეცნიერო ინსტიტუტებს დღეს ბეჭედიც კი არა აქვთ, უნივერსიტეტი არის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი. გამომდინარეობს, რომ ის სამეცნიერო საბჭო სულიად ტყუილად არსებობს იქ, მას დირექტორის არჩევაც კი არ შეუძლია კონცეფციის მიხედვით. არამედ თქვენ მოახდენთ პორტირებას თქვენთვის საინტერესო პერსონის სამეცნიერო ინსტიტუციების სამართავად.
და ერთადერთი შეზღუდვა მიაყოლეთ იმათ ასაკი და აქ აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე რომ ყურადღება გაკეთებულიყო ყურადღება გადასულიყო ასაკზე და ხალხს ეკონა უი ასაკი შეიზღუდა ასაკი კი არ შეიზღუდა კომპეტენციისა და გამოცდილების ერთობლიობა სამეცნიერო ინსტიტუციაში როგორ შეიძლება მაგალითად ენათმეცნიერების ინსტიტუტს ან ბიოქიმიის ინსტიტუტს ან რომელიმე გეოფიზიკის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდეს ადამიანი რომელსაც გეოფიზიკის ანაბანა არ ესმის მარტო ის იცის რასაც უბრძანებს პარტია განახორციელოს იმ ინსტიტუციაში უკაცრავად როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ თუ საერთოდ მივექანებით იმ ტიპის მოდელი უნდა შევქმნათ მეცნიერების განვითარება ეგ არის აი მე მინდა ქალბატონი ცირას დიდი მადლობა უთხრათ რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია და ну არ არის აფხაზეთის მკვიდრი მაგრამ არის ქართველი და სახელმწიფოებრივად აზროვნებს ამის ფონზე ქალბატონი ცირას ასეთი ჯერეთი ყველაფერში კომპეტენტურია მაგრამ ამ შემთხვევაში დაცვა სწორი დაცვა სახელმწიფოებრივი კუთხის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმის ფონზე რომ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე ხმას არიღებს ცივი წყალით არიან შეერაგებული და წყალს სვამენ ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ესე იგი მინისტრთა საბჭო ფაქტიურად ხმას არიღა ის დღეს ნიშანდობლივი იყო აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე რეალური რომელიც არის ერთ-ერთი მინისტრი იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მემორანდუმი დადეს რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაევლიანო იმას პრაქტიკას აფხაზეთის მთავრობაში და სტუდენტი თუ არ გვეყოლება 2-3 წლის შემდეგ რა პრაქტიკას გავლენს ამიტომ ძალიან გთხოვთ თქვენ რომ იფიქრეთ იმაზე რომ საქართველო როგორც სახელმწიფო ვერ შედგება აფხაზეთის გარეშე და ერთადერთი ბმა აფხაზეთში მშვიდობიანი მე ამის მომხრება სოხუმელი კაცი ვარ დაბრუნებაში არის არა დაჩეხვა არა მილევად რეჟიმში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაქტურად დაშლა არამედ პირიქით გაძლიერება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა არის მიმართულებები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგალითად გამკვეთი მათემატიკა, მიკრობიოლოგია, ისტორია, ნაწილობრივ თქვათ აფხაზეთის ისტორიის კუთხით და შემდეგ, სადაც საქართველოში პირდაპირ გეუბნები ლიდერები ვართ და ესენი შენარჩუნებით სხვა დარგების გაძლიერება, რადგანაც მოსკოვის უნივერსიტეტი კრასნოდარში აძლიერებს სოხუმში მყოფი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩვენ თუ მანამდე დაშლიან და მერე მოხდება დაბრუნება მეხსეული დაბრუნება სხვანაირი დაბრუნება თქვათ რომ მანდარინები და აპელსინები შეაგრონოთ სამურზაყანოში ესე არ არის როცა დაბრუნება მოხდება ჩვენ უნდა როგორც კონკურენტუნარიანი უნივერსიტეტი დაბრუნდეთ და არა უბრალოდ მოსახლეობა სოფლის მეურნეობაში ამიტომ ქალბატონ ცირა ჩვენ აუცილებლად თქვენ მოგიწევთ განსაკუთრებით კიდევ ალბათ საშუალო განათლებაზე ვისაუბრებთ დღეს ახლა დიდი მადლობა მოკლედ ვიტყვი დიახ ძალიან 2013 წელს 31 ქართულენოვანი სკოლა დახურეს გალის რაიონში მე მაშინ პარლამენტის ექსპერტი ვიყავი და დავიწყე ამაზე საუბარი რომ უნდა გავაპროტესტოთ უნდა მივმართოთ საერთაშორისო არაფერი არ გაგვიკეთებია ჩვენ იმისთვის რომ ეს ქართულენოვანი სწავლება დაგვეცვა დღეს მე როგორც ლინგვისტი ვაცხადებ შევისწავლე ეს საკითხი ფაქტობრივად სრული რუსიფიკაცია ამ ტერიტორიაზე და ერთადერთი უნივერსიტეტია რომელსაც შეუძლია სოხუმის უნივერსიტეტს დაბრუნდეს როგორც ქართულენოვანი და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტი და თქვენ ამ ფუნდამენტს შლით მოგიწოდებთ შეწყვიტეთ ზოგადად ეს რეფორმა არის არათუ კოჭლი სულად უსახური სულად დამანგრეველი თუ ჩვენ გვინდა სახელმწიფოს დანგრევა სწორედ განათლების სისტემა უნდა დაანგრიოთ და სახელმწიფოს დანგრევა გინდათ თუ იმგვარი სახელმწიფოს შექმნა რომელიც მორჩილებაში იქნება დიდი მადლობა ქალბატონ ცირა ამ პათოსისთვის მე ვაპირებ ცოტა შემდგომში ცალკე იმის გადაცემის გაკეთებას გალის რაიონში როგორც ნელ-ნელა ქართული სკოლები და ესე იგი ფაქტურად განადგურდა ახლა გალის რაიონი პირადად ილია ვეკუას ყველაზე გენიალური ქართული მეცნიერის კუთხე არის და ჩვენ ამაზე დღევანდელი ხელისუფლება აფხაზეთის უმაღლეს საბჭო და შემდეგ ხმას არიღებენ დიდი გაგებით ასე შემდეგ და იქიდან გადმოსულ ბავშვებს რომელსაც სწავლა უნდა ან ილიას უნივერსიტეტში ან სოხუმის უნივერსიტეტში იმის ნაცვლად რომ ის თანხები რაც აფხაზეთის მთავრობაში ერთი კამპუსი აეშენებინათ ერთ ამ 32 წლის განმავლობაში ამიტომ თქვენ მე კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ როგორც აფხაზეთელი კაცი კოდორდარეული კაცი და აუცილებლად მოგიწევთ დღეს უდიდესი მადლობა ქალბატონ ცირა
მადლობა. კარგად გრძანდებოდეთ.